მოგესალმებით. დღევანდელი გაკვეთილის თემა არის მონღოლები, მონღოლთა დაპყრობები და მათი შედეგები. მონღოლთა იმპერიის შექმნა. ძირითადად დაიწყო მე-13 საუკუნიდან მონღოლები. ჩვენ წინა გაკვეთილებში ვისაუბრეთ დამპყრობლები, თურქ-სელჩუკები, მის წინ არაბები, აქემენიანთა, სასანიანთა, ირანი, ბიზანტია. ეხლა კი ფართო ასპარეზზე მე-13 საუკუნიდან გამოჩნდა მონღოლები, რომლებიც რა თქმა უნდა გამოჩნდებიან თუ არა საქართველოსაც ახდენენ ზეკალებას. მოდით ჯერ ჩამოვაყალიბოთ მონღოლთა იმპერია როგორ შეიქმნა. მისი პირველი მმართველი იყო ჩინგიზ-ყაენი, ანუ იგივე თემურ ჩინი და ის კერძოდ 1206 წლიდან იწყებს ქვეყნის ასე ვთქვათ სახელმწიფოს მონღოლთა საყაენოს შექმნას, ანუ მონღოლთა მმართველს ყაენი ეწოდება ჩინგიზ-ყაენი, ანუ იგივე თემურ ჩინი, ხო? და ამ საყაენოს შექმნის პროცესი, რა თქმა უნდა, და შექმნა და საერთოდ ჩამოყალიბება უკავშირდება იმ პიროვნებას, ჩინგიზ-ყაენს, რომელსაც დაპყრობითი ომები ძირითადად 1218 წელს ჩრდილოეთ აღმოსავლეთ აზიისკენ დაიწყო და ეს ასე ვთქვათ მონღოლური ტომები ჯერჯერობით 1206 წლიდან ასე ვთქვათ შექმნა და შეიერთეს, იყო სამხრეთ ციმბირი, ასევე თურქმენეთი, მონღოლური ტომები ასე ვთქვათ წარმართები იყვნენ თავიდან და ისინიც კიდევ ყველას აერთიანებს ეტაპობრივად. მეორე შემდეგ უკვე წარიმართა 1217 წელს, შემდეგი ბრძოლა ჩრდილო აღმოსავლეთ აზია და ყარაიკატაის სამეფო დაექვემდებარა და ემორჩილა 1220 წელს მაგალითად ბუხარა და სამარყანდი და აღმოსავლეთ ირანით დაექვემდებარა. 1231 წელს კი ის რუსეთს, პოლონეთს, უნგრეთს და ვენას იმორჩილებს, 1240 წელს დასავლეთ ირანს, 1253 წელს თურქ-სელჩუკთა ასე ვთქვათ სახალიფოს და 1258 წელს კი ბაღდადს. ეს მონღოლთა დაპყრობების ეტაპები არის, როგორ წარიმართა. თუმცა 1227 წლამდე აქ რაც ჩამოვთვალე, 27 წლამდე ჩინგიზ-ყაენის დაპყრობით ომები და მისი სისტემა ასე ვთქვათ იქმნება ამ პერიოდში. ამ დროს ჩინგიზ-ყაენი, როდესაც ასე ვთქვათ აძლიერებს საყაენოს, ამ დროს ფართო ასპარეზზე კიდევ ერთ-ერთი დამპყრობელი არის, რომელიც ხორეზმელი შაჰი არის, ჯალალადინი, სწორედ ჩინგიზ-ყაენს დაუხოცავს ასე ვთქვათ ვაჭრებს, რომლებიც გადაადგილდებოდნენ ძირითადად ვაჭრობითაც ირჩენდნენ ესენი თავს და ამ პერიოდში რა თქმა უნდა განრისხებული ჩინგიზ-ყაენი დაედევნება ჯალალადინს თავის გადარჩენის მიზნით. ჯალალადინი საქართველოში შემოდის 1225 წელს განისის ბრძოლა არის, რომელიც რა თქმა უნდა ქართველების მარცხით სრულდება. ჯალალადინი ისევ თბილისს აიღებს და მონღოლთა შემოსვლა საქართველოში 1220 წელს არის ლაშა გიორგის დროს, ხოლო 1225 წელს ეს განისის ბრძოლა რუსუდანის დროს მოხდა. ეხლა ისევ დაუბრუნდები მონღოლთა საყაენოს და როდესაც 1227 წელს გარდაიცვალა ჩინგიზ-ყაენი, თითქოს ჯალალადინმა მოიშორა ეს ასე ვთქვათ დაუძინებელი მტერი, მაგრამ თვითონაც 1231 წელს დაიღუპება და ეს ძირითადად მისი შექმნილი ეს იმპერია ასე ვთქვათ დაიშლება. ანალოგიურ ბედი ეწევა ჩინგიზ-ყაენის მიერ შექმნილ იმპერიას, მის გარდაცვალების შემდეგ მის მემკვიდრეებმა დაინაწილეს სახელმწიფო საყაენო და ეს ძირითადად 4 ნაწილად გაიყო. ის იყო დიდი საყაენოს იმპერია, რომელშიც შედიოდა აღმოსავლეთ აზიისა და დიდი ნაწილი მონღოლეთისა და ჩინეთის ჩათვლით, ხოლო მეორე იყო ჩაღათაის სახანო და ძირითადად ცენტრალური აზია და ჩრდილოეთ ირანი შედიოდა. შემდეგ იყო მესამე ოქროს ურდო, რომელშიც რუსეთი შედიოდა. მესამე იყო ეიხანთა სამეფო, შედიოდა ირანი, თანამედროვე თურქმენეთი, ავღანეთის ნაწილი, მცირე აზია და რა თქმა უნდა სამხრეთ კავკასიაც, მათ შორის საქართველოსაც ეიხანთა სახალიფო სამეფო ასე ვთქვათ აკონტროლებდა. ჩინგიზ-ყაენის მიერ შექმნილი დისციპლინაზე მინდა გავამახვილო ყურადღება, ეს იყო რკინის დისციპლინა, ანუ იასაკი, რომელიც ერთგვარი ასე ვთქვათ სისტემური ასე ვთქვათ რეორგანიზება მოახდინა ჯარის და მით უფრო დაპყრობით ომების პერიოდში ყარა ასე ვთქვათ ძლიერ სამხედრო რეფორმას უკავშირდება, ამით ორგანიზება გაუწია მთელს ჯარს. კერძოდ ის იყო რომ თუ ერთი მაგალითად დააშავებდა და რაღაც ვერ ასე ვთქვათ სუსტი ჯარის
ხედართ მთავარი იყო აქეთ მთელი ასე ვთქვათ ათეულ-20-ეული ისჯებოდა. აქედან გამომდინარე უფრო მობილიზებას ჩაეყარა საფუძველი ჯარის ორგანიზებას და ამ მსგავსი ასე ვთქვათ პრინციპი სხვა სახელმწიფოებმაც გადაიღეს. შემდეგ ასევე მინდა ვისაუბრო ეგრეთ წოდებული ჰაშარის სისტემა, რომლის თანახმადაც მონღოლები დაპყრობილ მოსახლეობას ცოცხალ ფარად იყენებდნენ და ქალაქების ასე ვთქვათ ალყების დროს მათ ძირითადი ასე ვთქვათ მასა წარმოადგენდა. ჩინგის ყაენის გარდაცვალების შემდეგ სხვათა შორის დღემდე ეს პიროვნება გაკერპებული, გაკულტებული ყავთ. მისი სახე გამოსახულია ფულის ერთეულზეც, მთაზეც, რომ სისტემატურად მისი ასე ვთქვათ სახელის არ დავიწყების მიზნით და მე ყურადღება მინდა გავამახვილო წინა გაკვეთილები, ეს იყო თქო დამპყრობლები, რომლებიც იყვნენ საქართველოში შემოდიოდნენ და ესენი იყვნენ არაბები, თურქ-სელჩუკები, ირანი, აი ეს ყველა ტერიტორია წინ განვლილი, რომელიც საქართველოს ზეგავლენას ახდენდა, ყველა მონღოლთა საყაენოში შემოდის. კერძოდ 1258 წელს მაგალითად აბასიანთა დინასტია დაიშალა თქო ხო? მონღოლებმა დაშალეს ეს სულ იქ ვისწავლეთ რომ მუჰამედი მართლმორწმუნე ხალიფები ომაიანთა დინასტია, აბასიანთა დინასტია, ხო? აი ეს აბასიანთა დინასტია მთლიანად ასე ვთქვათ დაშალა მონღოლების დაპყრობის შედეგად 1258 წელს და ამის შემდეგ რა თქმა უნდა ამდენი დაპყრობების შედეგად ესენი ძალიან ძლიერდებოდნენ და ვითარდებოდნენ მათი ძლიერება და ეს წინსვლა შეაჩერეს 1260 წელს აიუნ ჯალუთის ბრძოლით. რა თქმა უნდა ეს ბრძოლა ისევ განმეორდება მსგავსი ასე ვთქვათ პრინციპით რომ ისინი შეაჩერონ მათი დაპყრობები და აი ამ ბრძოლის შემდეგ მე მინდა ვისაუბრო საქართველოში მათი გამოჩენა ანუ როგორც ეხლა ვახსენე ლაშა გიორგის დროს 1220 წელს გამოჩნდნენ, ხოლო 1213 წლიდან 1223 წლამდე ლაშა გიორგი არის საქართველოს მეფე. აი მისი გარდაცვალების შემდეგ რა თქმა უნდა მისი მემკვიდრე უნდა ასულიყო სამეფო ტახტზე, თუმცა დაბალი ფენის წარმომავლობის ქალი შეუყვარდება, რის გამოც მას არ დართავენ უფლებას რომ ცოლად შეირთოს და უკანონოდ მიიჩნიეს მისი შვილი. ამიტომ მემკვიდრე არა მისი შვილი, არამედ ტახტის მემკვიდრე გახდა მისი და რუსუდანი. 1223 წლიდან 1245 წლამდე რუსუდანი მართავდა საქართველოს. არ იყო ასე ვთქვათ მზადის მეფობისთვის და ამიტომ როდესაც სისტემატიური შემოსვლები დაიწყო და ჯალალადინის სწორედ რუსუდანის დროს გამოჩნდა, შემდეგ მონღოლობა დაიწყო. ან პირველად გამოჩნდა ლაშა გიორგის დროს 1220 წელს ისევ მეორე, ხოლო მონღოლობა 1235 წელს დაიწყო. ანუ რას ნიშნავს მონღოლობა, როგორც დიდი თურქობის მსგავსად სისტემატურად შემოდიოდნენ და ასევე ჩაატარეს მონღოლებმა საყოველთაო აღწერა 1254 წელს, რის შედეგადაც მოსახლეობის ასე ვთქვათ აღწერის შემდეგ მათ საქართველოს ყველა მოქალაქეს ანუ დაეკისრა ხარკი გადასახადი, ის იყო 50,000 პერპერა ანუ ოქროს ფული და ყველა ნებისმიერ ასე ვთქვათ სულადობრივი იყო თუ ასე ვთქვათ ცხოველზე, ფრინველზე, ყველაფერს დააწესეს გადასახადი. ამიტომ გაუსაძლეს მდგომარეობაში იყო ქართველი ხალხი და რუსუდანის გარდაცვალების შემდეგ იწყება უმეფობის პერიოდი 2 წლის განმავლობაში. შემდეგ ტახტზე ადის რუსუდანისა და ლაშა გიორგის ვაჟები დავით ულუ ლაშა გიორგის შვილი და მე-7-იანი და დავით ნარინი მე-6-იანი რუსუდანის შვილი. დავით ულუ მართავდა აღმოსავლეთ საქართველოს, დავით ნარინი დასავლეთ საქართველოს და რა თქმა უნდა ამათი გამეფება მოახდინეს მონღოლებმა, იმიტომ რომ ანუ ქვეყნის საშინაო პოლიტიკაშიც კი ერეოდნენ. აი ამას ქვია მონღოლობა, ანუ ყველანაირად უკვე მონღოლები ასე ვთქვათ საქართველოზე გაბატონდნენ და რა თქმა უნდა მათი მმართველობა რა თქმა უნდა თავიდან ჩადებული იყო ის რომ დაპირისპირება იქნებოდა და დაყავიდა ებატონეს პრინციპით მონღოლებმა ორივე გაამეფეს, თუმცა ეს ასე არ მომხდარა. ორივე ასე ვთქვათ ერთპიროვნულად წყვეტდნენ რომ მონღოლებისაგან განთავისუფლებულიყვნენ და აწარმოეს 59-60 წლებში აჯანყებები, რომლებიც რა თქმა უნდა უშედეგოდ დასრულდა. დავით ულუს გარდაცვალების შემდეგ, რომელიც მეფობდა 1255 წლიდან
1270 წლამდე შემდეგ სამეფო ტახტზე ადის მისი ვაჟი დემეტრე მეორე თავდადებული 1270 წლიდან 1289 წლამდე დემეტრე მეორე თავდადებულიც რა თქმა უნდა მონღოლთა წინააღმდეგ აწარმოებს სარაქვია პოლიტიკას მისი მცირეწლოვანი იყო რომ ავიდა სამეფო ტახტზე და მისი აღმზრდელი და რეგენტი იყო სადუმაკან ბერდელი რომელიც რა თქმა უნდა პოლიტიკურ შესაკითხებში დიდ როლს თამაშობდა და ის იღებდა ძირითად გადაწყვეტილებებს თუმცა დემეტრეს ძალიან გონიერ და მიზანდასახული პიროვნება იყო და მისი სურვილიც იყო რომ მონღოლებისაგან განთავისუფლებული იყო საქართველო აწარმოა შეთქმულება რომელიც რა თქმა უნდა გაიცა და ვერ განხორციელდა ჩახშვეს ინფორმირებული გახდა მონღოლთა საყაინო აი ამ შეთქმულებით რის გამოც დემეტრე მეორე იძულებული გახდება რომ მონღოლთა საყაინოში ჩავიდეს და ასე ვთქვათ საკუთარი ფეხით იცოდა რომ მას რა თქმა უნდა მოკლავდნენ დიდგვაროვნები უარს ეუბნებოდნენ რომ წასულიყვნენ რადგან იცოდნენ რომ მოკლავდნენ მაგრამ მისი სიტყვები იყო რომ ერთი შეიძლება ჯობია რომ წავიდე და გავწირო თავი ვიდრე ისინი საქართველოში ისედაც დასუსტებულ ქართველ მოსახლეობას ასე ვთქვათ იცოდა თუ რა დღეში ჩააყენებდნენ მონღოლები და აქედან გამომდინარე 1289 წლის 12 მარტს დემეტრე მეორე თავდადებულს თავს მოკვეთენ ამიტომ ეწოდება სწორედ ეწოდება დემეტრე თავდადებული და ის წმინდანად არის შერაცხული მის სახელს უკავშირდება მეტეხის ტაძრის აგება